დღეიდან მეგობრებო ახალ რუბრიკას ვიწყებთ. ყოველ ხუთშაბათს ვისაუბრებთ გარემოს დაცვით საკითხებზე. რუბრიკის პირველი დღე კი გვინდა მივუძღვნათ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს. თუ რა არის მათი მთავარი მისია და მიზანი, აი ამის შესახებ ვისაუბრებთ დღეს. მე ახლა ცოტა ხნით გადავინაცვლებ. ასე იცი ხომ დაპტოვებ და მალე დაგიბრუნდებით. მოკლედ ჩვენი სტუმარი არის თამთა დევდარიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე. ის უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. დავიწყოთ მთავარი კითხვით. რა არის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა განათლების ცენტრის ძირითადი მისია და რა როლი აქვს საერთოდ მას ქვეყნის განვითარებაში? განსაკუთრებით კი მაშინ როცა გარემოზე ზრუნვა შეგვიძლია ვთქვათ რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება თითოეული ადამიანისთვის. გეთანხმებით. მოგესალმებით ავთო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს და ძალიან გასახარი არის რომ მსგავს რუბრიკას ექნება განგრძობადი ხასიათი და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყოველ ხუთშაბათს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ არა მხოლოდ ჩვენი ცენტრის თაობაზე, არამედ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტრო. როგორც აღნიშნეთ, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გახლავთ გარემოს დაცვის და აგრარულ ნაწილში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ჩვენ ხელს უწყობთ მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობას ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქნება ეს გარემოს დაცვითი პროცესები თუ აგრარული მიმართულებები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ახალგაზრდები, როგორც ბაღის მოსწავლეები, ასევე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ ჩვენი სხვადასხვა პროექტებით და ხაზი მინდა გაუსვა განსაკუთრებულს. ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩვენი სამინისტროში და უშუალოდ მინისტრის ინიციატივით ხელს უწყობთ ჩვენი სხვადასხვა აქტივობებით დეფიციტური პროფესიების გაძლიერებას და ამ მიმართულებით არაერთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ აქტივობას ვახორციელებთ. აი ამ აქტივობებზე დეტალურად ვისაუბრებთ, ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი გვინდა ვთქვათ, რომ ცენტრს აქვს საკმაოდ ფართო საგანმანათლებლო მიმართულებები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური. შეგიძლიათ გითხრათ, აი რას მოიცავს საგანმანათლებლო სერვისები და როგორია მათი ძირითადი სტრუქტურა და საერთოდ ვისთვის არის მიმართული ესეც რომ გითხრათ? კი ბატონო, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ გვაქვს სკოლამდელი განათლების პროგრამები და ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის შესაბამისი პროგრამები და შესაბამისი სასწავლო კომპონენტები არის დანერგილი უნივერსიტეტებისათვის. გულისხმობ როგორც პროფესიულ კოლეჯებს, ასევე უმაღლეს უნივერსიტეტებსაც. გარდა ამისა, ჩვენ ყველა იმ სასწავლო კომპონენტს, რომელიც არის გარდა თეორიული ნაწილისა, რომლის ინფორმაციასაც ვაწვდით ჩვენს ასე ვთქვათ მოსწავლეებს, ჩვენ პრაქტიკულ კომპონენტზე დაფუძნებული სწავლებები გვაქვს. მაგალითისათვის ეკოლიდერთა სკოლა, სატყეო სკოლა, აგროსკოლა, სადაც მე-19-12 კლასის სტუდენტებს აქვთ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ გარდა იმისა, რომ გაიგონ თუ რა რიგ მნიშვნელოვანი არის გარემოზე დაცვა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ხომ ჩვენი ყოველდღიურობა გახლავთ. ასევე სატყეო სკოლა მაგალითად თუ როგორ უნდა ხდებოდეს ის მნიშვნელოვანი პროცესების გაანალიზება, თქვათ, რაც უკავშირდება ამ მნიშვნელოვან და დეფიციტურ პროფესიას. ეს ყველაფერი არის მათ შორის პრაქტიკაზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი პროგრამებით, როგორიც არის მაგალითად საზაფხულო ბანაკები და მიმდინარე წელს არაჩვეულებრივი მაგალითი იყო კლიმატის ელჩები, ეს გახლავთ საზაფხულო ბანაკი, ამ შემთხვევაში ბაკურიანში, სადაც უპრეცედენტო რაოდენობის მსურველი რა საკის ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართვას? როგორც აღნიშნეთ, მე-19-12 კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ და ისინი არა მხოლოდ თეორიულ მასალას ეუფლებოდნენ, არამედ ასევე პრაქტიკული კომპონენტი იყო დამატებული. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ჩვენი სამინისტროს და მინისტრის უშუალო ხედვა არის, რომ ქვეყნის მდგრადი განვითარება დამოკიდებული არის განათლებაზე. იმისათვის, რომ ჩვენ აღზარდოთ პასუხისგებლიანი საზოგადოება და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყოველივე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან პირდაპირ დაკავშირებული არის ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან.
მრცელობასთან. რა თქმა უნდა, მე მინდა გითხოთ მწვანე ჯილდოს შესახებ კონკურსზე, რომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი განათლების სფეროში მომუშავე პედაგოგების და ასევე აღმზრდელების მხარდამჭერა, რომლებსაც უშუალოდ აქვთ შეხება ახალგაზრდებთან, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, რეალურად საიდანაც იწყება გარემოზე ზრუნვის სიყვარულიც, შეგვიძლია ვთქვათ. დავამატებდით ჩვევის გამომუშავება. გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგები, ბაღის პედაგოგები, სკოლის დირექტორები თუ ბაღის დირექტორები, ესენი არიან უშუალოდის პიროვნებები, რომლებსაც შემხებლობა აქვთ იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან ჩვენი მომავალი, ხო, ჩვენი შვილები. აი სწორედაც ეხლა მიმდინარეობს კასკადური ტრენინგები და მე ამაყად ვიტყვი, რომ დავფარეთ ჩვენ მთელი საქართველო ჩვენი ტრენინგებით, რომელიც გულისხმობს ბაღის პედაგოგების გადამზადებას და მიწოდებული არის შესაბამისი ლიტერატურა, თუ რა მეთოდოლოგიით და რა მიდგომებით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ბაღის მოსწავლეებს. ეს გახლავთ არა მხოლოდ თეორიული, არამედ არაჩვეულებრივი თამაშით, სწორი მიდგომებით, თუ როგორ უნდა აღიქვას იმ ადამიანმა, რომელიც არის მცირეწლოვანი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი ჩვევის გამომუშავება, ვინაიდან ის პატარა ბავშვი, რომელიც ბრუნდება სახლში და აწვდის ინფორმაციას თავისი ბავშვური ენით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხომ, იმიტომ რომ თითოეული ჩვენი პიროვნების ყოველდღიური გადაწყვეტილება არის განსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, მწვანე ჯილდო არის წამახალისებელი პედაგოგების და რა თქმა უნდა ეს არის დაფასება იმ ადამიანების, ვინც ამ მნიშვნელოვან პროცესებში ამ ღირებულებათა ჩაჭრში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რომელიც აწვდის შესაბამისი მეთოდოლოგიით და შესაბამის ცოდნას ჩვენს მომავალ თაობას. რა თქმა უნდა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან აი ამ მიმართულებით. ჩვენ შევეხეთ პრობლემურ ნაწილს, ეს არის დეფიციტი, უშუალოდ კი ბატონო დეფიციტური სპეციალისტები, იქნება ეს მეტყევე, აგრონომი თუ თუნდაც გარემოს ინჟინერი, არა? რა მიზანს ემსახურება დეფიციტური პროფესიების დღის დაწესება და როგორ ეხმარება ეს ინიციატივა თუნდაც ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტად დაინტერესდნენ სხვადასხვა პროფესიით, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული აი ამ სფეროსთან. მოგახსენეთ, დეფიციტური პროფესიებს, როგორც აღნიშნეთ, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არის ჩვენთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ ახსენეთ მეტყევე, თქვენ ახსენეთ სხვა პროფესიები, მე დავამატებდი. ეს შეიძლება იყოს მეფუტკრე, ვეტერინარი, მაგალითად, აგრონომი და ასე შემდეგ. უმნიშვნელოვანესი არის, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და განვითარების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებებით, თუმცა არის კადრების ნაკლებობა. სწორედ ამ დღის დაწესება, რომელზედაც ჩვენს ვსჯელობთ სამინისტროსთან ერთობლივად, იქნება კიდევ ერთი განაცხადი თუ რა რიგ მნიშვნელოვანი არის დღევანდელ დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების ერა, როდესაც როგორც ახსენეთ, მაგალითად მეტყევის პროფესია, რომელიც არის დეფიციტური და დღევანდელ დღეს არის შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს მაგალითად ტაქსაციის კურსები გვაქვს ჩვენ, რომ შესწავლილი იქნეს შესაბამისი წყე, აღირიცხოს შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს მართლაც რომ მომავლის პროფესია არის, რომელიც პოპულარულიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, და მაღალანაზღაურებადიც არის, ვინაიდან ყველა განვითარებად ქვეყნებში. ეს არის ის პროფესიები, რომელიც ფასდება განსაკუთრებულად. ეს არის ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს და როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. რა თქმა უნდა და ძალიან სწორად ვთქვით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, გვეხმარება ყველაფერში, თუმცა არსებობს რაღაც პროფესიები, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ვერცხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ამ პროფესიას. მაგალითად, თქვენ მეტყევე ახსენეთ და ვსაუბრობთ ამის შესახებ და უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს მიმართულება შეცვალოს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის სწორედ ესეთი რესურსის გამოყენება, ფიზიკური, ადამიანური რესურსის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი, ანუ შედეგი, რაზეც გინდათ რომ გახვიდეთ და საქართველოში ზრუნვა გარემოზე იყოს უფრო მეტად, ასე ვთქვათ, აქტუალური, რაც ნებისმიერ ადამიანს უნდა კონდეს ალბათ. მოგახსენებთ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თითოეული ადამიანის პასუხისგებლობაზე გადის ის გადაწყვეტები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად თითოეული მოქალაქე განურჩევლად ასაკისა ვიღებთ, გარემოს დაცვის სფეროში თუ აგრარულ სფეროში. შესაბამისად, ჩვენი ცენტრის უმთავრესი მიზანი არის
განათლების ხელშეწყობა, სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც ვახსენე, იქნება ეს წამახალისებელი ღონისძიებები თუ სხვა და საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა. შესაბამისად, ეს რუბრიკა, რომელიც დაინერგა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამის ძალიან კარგი ხელშემწყობი იქნება და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩვენი ცენტრის და ზოგადად სამინისტროს მნიშვნელოვანი აქტივობების დაინტერესებისათვის. მადლობა, ჩვენ ყოველთვის დაუთმობთ თემებს, რომელიც ეხება საზოგადოებას, პრობლემურ საკითხებს და რომლის მოსაგვარებლადაც ერთობლივად შეგვიძლია მუშაობა, მაყურებელს შევახსენებ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო თამთა დევდარიანი, რომელიც გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, ყოველ ხუთშაბათ ჩვენ ვისაუბრებთ გარემოს დაცვით საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებით, ასე რომ უნდა იყოთ ჩვენთან ერთად. და დღეს მხოლოდ ამ მოდი დავუბრუნდიე ხო, დავუბრუნდებით, დიდი მადლობა და გადავინაცვლებ მადლობა ძალიან ჩემს თანაწამყვანებთან. მადლობთ. გაგიტკბა ხო? კი, საინტერესო თემებზე ძალიან ლამაზი რესპონდენტი ყავდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჯერ